გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მაშ მთვარე თხის ხაში. მთვარე თხის ხაში არიან ადამიანები, რომლებიც სასწაულად დახარისხებულად აქვთ ყველაფერი, ძალიან დიდი, ანუ მენეჯმენტის ძალიან კარგი უნარი აქვთ, სტატუსს აქვთ მათთვის ფულს სტატუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მთვარე თხის რქებში არიან ადამიანები, რომლებსაც მანიპულაცია ძალიან უყვართ და შეუძლიათ, რომ აი ადამიანების მართვა შეუძლიათ კარგად. მთვარე თხის რქაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება პოლიტიკური მიდრეკილებები გქონდეთ, ინტერესი გქონდეთ. სტატუსი ყველგან ოჯახში, მათთვის მნიშვნელოვანი სტატუსი ყველგან ოჯახში, სამსახურში და ყველგან აბსოლუტურად. მთვარე თხის რქაში არიან ადამიანები, რომლებიც რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინა. საზღვრები, დისციპლინა და ამიტომ შეიძლება ცივადაც მოგვეჩვენოს თავიდან, რომ შევხედავთ და პირველი ემოცია, რომ აი ცივი და როგორ ზემოდან ქვემოთ უყურებს ადამიანს, მაგრამ ეს რეალურად ესე არა, ცივი ნამდვილად აქვთ ვიზუალი. შეიძლება გქონდეთ ვიზუალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზემოდან ქვემოთ უყურებენ იმას. კაცრი მშობლები არიან სხვათა შორის, ძალიან ისე ითხოვენ ბავშვებისგან, შვილებისგან. ხო, და შეიძლება თუ ეს არ აკონტროლეს, მართლა ზედმეტობაშიც გადაუვიდეთ. შემდეგი მთვარე თხის რქაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ თქმა უნდა, ეხა ყველას უნდა, ეხა ამაში რეაქცია არ არსებობს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, კომფორტული და კარგი სახლ-კარი გქონდეს, ანუ აი ქონება გქონდეს რა. მოკლედ, ეხა დროში უნდა ჩავეტიო, სხვა ნიშანზეც უნდა გადავიდე და ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ სხვა ვიდეოში იქნებ სხვა დროს შევეხო ამ საკითხს და ეხა უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე თქვენის ნებართვით.